ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ 6-3-ის წინააღმდეგ გააუქმა ტრამპის არჩევანი, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობის ავტომატურად მიღებას უზღუდავდა. უწყებამ ამერიკულ მიწაზე დაბადებული პირებისთვის კონსტიტუციის მე-14 შესწორება ძალაში დატოვა. როგორც ამერიკული მედია წერს, სასამართლოს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ტრამპისთვის კიდევ ერთი პოლიტიკური მარცხი იქნება. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ დაბლოკეს თეთრი სახლის ლიდერის სატარიფო პოლიტიკა. დონალდ ტრამპმა საწვავის საცალო მოვაჭრეებს და ბენზინგასამართ ქსელებს ფასების შემცირება მოსთხოვა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ფასების ხელოვნური ზრდა სრულიად უკანონოა. კომპანიებმა 1 გალონის საწვავის ფასი $2.50 ფარგლებში უნდა განსაზღვრონ, აღნიშნა პრეზიდენტმა. როგორც ირკვევა, თეთრი სახლის ლიდერმა განსაკუთრებული უკმაყოფილება კალიფორნიის შტატის მიმართ გამოხატა და ადგილობრივ ხელისუფლებას საწვავზე გადასახადების შემცირებისკენ მოუწოდა. ენერგეტიკულმა გიგანტმა შელმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც 2050 წლისთვის თხევად ბუნებრივ აირზე გლობალური მოთხოვნა 65%-ით გაიზრდება. როგორც კომპანიის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, მოხმარების მკვეთრი მატება აზიის ქვეყნების მიერ ქვანახშირის ეკოლოგიური ალტერნატივების ჩანაცვლებით და მონაცემთა ცენტრების მიერ ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნით იქნება განპირობებული. საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში თხევადი აირის მსოფლიო მოხმარება წელიწადში თითქმის 700 მილიონ ტონას მიაღწევს, გლობალური იმპორტის 40% კი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე მოვა. რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, როგორც ცნობილია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე თხევადი აირით გლობალური ვაჭრობის ტემპი მკვეთრად შეიცვალა. ამერიკის ისრაელის ომმა მასზე ფასების ზრდა გამოიწვია. განსაკუთრებული პრობლემული ვითარება შეიქმნა კატარში, რომლის საექსპორტო ობიექტები ირანმა შეერთებული შტატების საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებების ფარგლებში დააზიანა. ამასთან ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ საერთაშორისო ბაზარს ყოველთვიური გლობალური მიწოდების დაახლოებით მე-5 ნაწილი დაუკარგა. მიმდინარე თვეში მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ეგრეთ წოდებული გასაოცარი შვიდეულის საერთო საბაზრო ღირებულება 2 ტრილიონ 300 მილიარდით შემცირდა. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი არის ფაქტი, რომ ინვესტორები ხელოვნური ინტელექტის სერვისების განვითარებისთვის მიმართულ მასშტაბურ ფინანსურ ხარჯებს სკეპტიკურად უყურებენ. ტექნოლოგიური გიგანტები ჩიპების შეძენასა და მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე $100 მილიარდ ხარჯავენ, რაც ინვესტორების აღქმით საკმაოდ გრძელვადიანი და რისკიანი სვლაა. რადგან ბაზარზე კონკურენცია მზარდია და ტექნოლოგიური ინოვაციების სწრაფი განვითარება და გაცილებით იაფიანი გადაწყვეტილების აღმოჩენა აჩენს რისკს, რომ დანახარჯებიდან უკუგების ამოღება გარკვეული დროის შემდეგ უფრო გაჭირდება. ინვესტორებს არ მოსწონთ ის ფაქტიც, რომ კომპანიები ისტორიული მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ნაწილობრივ საკრედიტო ვალდებულებებით აფინანსებენ, რაც კიდევ უფრო ართულებს ტექნოლოგიური კომპანიების ფინანსური სიჯანსაღის პროგნოზირებას. საფრანგეთის სენატმა მსოფლიოში პოპულარული ვაჭრობის ჩინური ონლაინ პლატფორმების ტემუსა და შეინის, ასევე AliExpress-ის წინააღმდეგ ახალი კანონი დაამტკიცა. როგორც ირკვევა, ინიციატივა მიზნად მათ საქმიანობის მაქსიმალურად შეზღუდვას ისახავს. საყურადღებოა, რომ დოკუმენტი ძალაში ჯერ არ შესულა და მას საბოლოოდ საფრანგეთის პრეზიდენტის ხელმოწერა დასჭირდება. დაწესებული ახალი რეგულაცია დასახელებული კომპანიებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ, ჯარიმა მიმდინარე წელს თითოეული პროდუქტის გაყიდვას სახელმწიფოს ბიუჯეტში 6 ევრომდე გადასახადს მოიცავს. 2030 წლიდან კი გაყიდულ ყოველ პროდუქციაზე დამატებით 10 ევრომდე გადახდა მოუწევთ. ამის გარდა აღნიშნულ პლატფორმებს საჯარო რეკლამების განთავსება აეკრძალათ. ასევე დადგინდა, რომ ინტერნეტ სივრცეში ცნობილ სახეებს მათი პროდუქციის პოპულარიზაციის უფლება არ ექნებათ. ავსტრალიის მარეგულირებელმა კომისიამ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის Amazon-ის ადგილობრივ ქვედანაყოფს უჩივლა. არსებული ინფორმაციით უწყება კომპანიას იმ სახელშეკრულებო პირობების დარღვევას ედავება, რომლის ფარგლებშიც მას პლატფორმა Prime Video-ზე რეკლამების გაშვების უფლება არ ჰქონდა. როგორც ირკვევა, ჯეფ ბეზოსის ფირმამ დადებულ ხელშეკრულებაში არსებული ბუნდოვანი პუნქტებით ისარგებლა და მილიონზე მეტ გამომწერს პლატფორმის ისეთი ვერსია მიაწოდა, რომელშიც რეკლამები ავტომატურად იყო ჩაშენებული. მათი გათიშვა კი მხოლოდ დამატებით $2 გადახდის შემთხვევაში ხდებოდა შესაძლებელი. მარეგულირებელი კომისია სასამართლოსგან მომხმარებელთა ზარალის ანაზღაურებას, ფინანსურ ჯარიმებსა და სხვა სამართლებრივ სანქციებს ითხოვს.